ჩვენ ყოველთვის ბრუნდებით და განაგრძობთ საუბარს ჩვენს მეორე სტუმართან, ჩვენი მეორე სტუმარი შემოგვიერთდა, კოტე ჟღენდი, ბატონო კოტე ძალიან დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოვბრძანდით და რა თემაზე მინდა რომ ვისაუბროთ. ეს ისეთი საყოველთაოდ ვიწოდე ყბადაღებული თემა გახდა უკვე სანამ აი დონალდ ტრამპის განაცხადი, სანამ ის შეუდგებოდა თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას, რომ კანადა ანუ მოხაზა პოლიტიკური, ეკონომიკური გეოგრაფია, ხო? კანადა, გრენლანდია, პანამის არხი, ეს საჭირო არის ჩვენ თავშთ ამერიკის ინტერესების განსახორციელებად, რომ ამერიკა დაბრუნდეს მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე, როგორც ერთადერთი აზიის სახელმწიფო, ყველაზე ძლიერი და რაღაცა სხვების ჩარების და სხვების დახმარების გარეშე, რომ შეძლოს თავისი ამ სიძლიერის ტრანსლირება და განხორციელება. გასაგებია, რომ ტრამპს აქვს როგორც ბიზნესში ფულთან ურთიერთობის გამოცდილება, აქვს პოლიტიკაში პრეზიდენტი იყო ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების, ანუ მან იცის პოლიტიკური და ეკონომიკო-ფინანსური ვაჭრობის ფასიც და როგორ ხდება და ეს რომ თქვა, ის იმას არ ნიშნავს, რომ ასე იქნება. ხო, მან რაღაც საწყისი შეიძლება ასე ვთქვათ, რომ საწყისი ფასი გამოაცხადა თუ საწყისი მდგომარეობა არ ვიცი, მაგრამ მე რას მინდა მივაქციოთ ყურადღება ბატონო კოტე. მოტივი ამ შემთხვევაში იყო ის, რომ ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე საჭირო არის აი ეს ტერიტორიები, აი ამისი კონტროლი. და ამას აქვს თავისი მართლაც აქვს თავისი მოტივები. მეორე მხრივ ეს ზუსტად ის ლოგიკაა, მე მეჩვენება რა ლოგიკაც აქვს ქონდა რუსეთს. რის გამოც ის დაგვესხა თავს ჩვენ 2008 წელს, ის დაესხა უკრაინას 2022 წელს. ისიც ამბობს, რომ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, მისთვის მნიშვნელოვანია შეაჩეროს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, აკონტროლებდეს ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეს, ამ სახელმწიფოებს, არა, მაშინ როგორ უნდა გავიგოთ უფლებამოსილების ვადის განხორციელებამდე ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის პოლიტიკური გზავნილი, რომელიც ლოგიკაში ემთხვევა მოქმედებას პუტინის თუ მეშლება რამე. მოგესალმებით, მივესალმებ მსმენელს და მადლობა მოწვევისთვის. მე ერთ რამეს ვიტყოდი, რომ ახალი არაფერი არ ხდება ტრამპის განცხადებაში და არც იმაში, რაც თქვენ ბრძანეთ რუსეთზე. საქართველოში ძალიან განაწყენდნენ მახსოვს, ყოველ შემთხვევაში გარკვეული რაოდენობა ხალხის მაინც, როდესაც კლინტონმა გვიწოდა backyard of Russia. ანუ რუსეთის უკანა ეზო. და ну ამით იმის თქმა უნდა და ჩვენი უკანა ეზო გვაქვს და რუსეთს კიდე თავის უკანა ეზო აქვს და მსოფლიოს დიდ წამყვან სახელმწიფოებს აქვს უფლება რომ ეს პირდაპირ არ ვთქვია, მაგრამ იგულისხმებოდა ამაში და ყოველთვის იგულისხმებოდა. წესრიგის დამყარება ცოტა უხეში სიტყვა, უბრალოდ გავლენის სფერო, მისი უკანა ეზო იყოს მისი გავლენის სფერო. აი ამის პრეტენზია ყოველთვის აქვს ძლიერ სახელმწიფოებს, სუპერ სახელმწიფოებს, ზე სახელმწიფოებს თუ გნებავთ ქართულად, როგორც უწოდებდნენ და ამზე სახელმწიფოებში შედის ამერიკის შეერთებული შტატებიც, რუსეთიც, ჩინეთიც, ეს სამი, რომელიც დღესდღეობით არის ეს სახელმწიფო ყველა მონაცემით და მათ აქვს თავიანთი backyard, თავიანთი უკანა ეზო და თურქეთსაც ეხლა იდილებში თავს რო იკლავს ხო, რაშია საქმე, თურქეთი ითვლება რეგიონულ, მაინც რეგიონულ და ისრაელი გოლანის სიმაღლეები. რეგიონულ სახელმწიფოდ უფრო ვიდრე სუპერ სახელმწიფოდ, მაგრამ მასაც რეგიონში და შეიძლება ითქვას უფრო ფართე რეგიონში, ასეც ამბობენ ხოლმე ფართე აღმოსავლეთი, ახლო აღმოსავლეთი, ფართე ახლო. იმას თავის ინტერესები აქვს, რა თქმა უნდა, და ის ამბობს, რომ მე ჩემ ინტერესებს ამ ფართე ჩემ მოსაზღვრე ტერიტორიებზე დავიცავ. იმიტომ რომ თვლი რომ რატო ქურთები, ქურთისტანის მოძრაობა არის ჩემი ქვეყნისთვის საფრთხე. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ იქ არიან პანთურქისტები, რომლებიც ასე ვთქვათ არ ჩერდებიან და იძახიან, რომ აი ეს ტერიტორიები და თურქეთი, დიდი თურქეთი და ოსმალეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს რო ეხლანდელ მოცემულობაში ცოტა არარეალურია, ეს პრაქტიკულად ყველას ესმის, მაგრამ აი ის კი რეალურია და ნამდვილად არის ის, რომ ის ჩრდილოეთი ნაწილი სირიის, სადაც თურქებმა თავის ძალები შეიყვანეს, იქ მათი ინტერესებია დაცული და ეხლა უნდა აღმოსავლეთით, სადაც მესამედი სირიის დაკავებული აქვს ქურთების ნავთობია. ხო, და ნავთობით მდიდარი რეგიონია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აი იქ
და ასე რომ მაკდონეზეც ეს ბექიარდი არის თურქებისთვის და როდესაც ტრამპი ამას ლაპარაკობს, სხვა შორის ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, არის ესეთი გამოცემა American კონსერვატიული ამერიკა, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ეს არის მონროს დოქტრინის გამეორება, თუ ეს არის ხუთი თვალის ფედერალიზაცია. ეხლა ხუთ თვალში რა იგულისხმება, ვიცით, ეს არის ხუთი ინგლისურად მოლაპარაკე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა, რომელიც სხვადასხვა მონაცემებით საკმაოდ ესე მნიშვნელოვნად აკონტროლებს ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც გავლენა აქვს დაახლოებით 30%-ზე სახელმწიფოების, სადაც მათი ინტერესებია. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. ხო და აი ამ საინტერესო სტატიაში ზუსტად ესე იყო ნათქვამი და ესეთი ის იყო. იქ არასოდეს ესეთ სტატიებში კატეგორიული ტონი არ არის ხოლმე. იქ არის ჩვენ ქართული ჟურნალისტიკიდან განსხვავებით. არ შეიძლება კატეგორიულად, მით უმეტეს დღევანდელ სიტუაციაში, რაზეც ახლა იქ ვიჯექი და უსმენდი ბატონ პეტრეს და შესანიშნავად საუბრობდა ამაზე, რომ ამ ცვლილებების პერიოდში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, კატეგორიულად იმის თქმა, რომ ესე იქნება თუ ისე იქნება, აბსოლუტურად შეუძლებელია და ვინც თავზე იმას აიღებს და იტყვის, რომ აი მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება, მაგალითად მე დარწმუნებული ვარ სიტყვაზე ვიღაცამ თუ თქვა, რომ ამერიკა შეერთებს კანადას, ასე თქვა, როგორც გნებავთ ისეთი ძალით, გინდა რბილი ძალით, გინდა უხეში ძალით, სამხედრო ასე შემდეგ. ნუ ის მე არ მიმაჩნია სერიოზულ, ასე თქვა, ეხლა არ ვიცი, ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე ვინ ანიჭებს ექსპერტის წოდებას და იმას საქართველოს სპეციალისტის, მაგრამ ის ვერ ჩაითვლება ჩემი აზრით. ჩემი აზრითაც გეტყვი. ადალიტეკოსაც ვინც ამას ეს ხელაღებით ასე იტყვის. ასე რომ კი ბატონო, არის რაღაცა გამოვლენები მონროს დოქტრინასთან შეგვიძლია ჩვენ ეს ამერიკა ცნობილია, ვიცით რა არის ეს მონროს დოქტრინა. რა თქმა უნდა, ამერიკა თulis რომ აი კონტინენტზე, ჩრდილოეთიდან თუ გნებავთ სამხრეთ ამერიკის კონტინენტი, ეს მისი დომინაცია უნდა იყოს. არა მხოლოდ პანამის სრულ იმამდე, რა ქვია, არხამდე. არამედ ცოტა ქვემოთაც და ცოტა ზემოთაც. ასე რომ ეს არ არის გასაკვირი. ეხლა იქ რო განსხვავება არის, თქვათ, გრენლანდიაში ინტერესებსა და კანადაში ინტერესებს შორის და მიდგომებით, რომ სხვადასხვანაირი იქნება, ეს ნათელია. იმიტომ რომ გრენლანდიაზე საუბარი არაერთხელ ყოფილა და ამის ეს პირველი არ არის, რამდენიმე 4-5 მოლაპარაკებაც კი იყო იმასთან, რა ქვია, დანიასთან იმის თაობაზე, რომ რაც გადახდის, გარკვეული თანხის გადახდის საფასურად გრენლანდია თქვათ ამერიკის ინტერესებში კი არა რეფერენდუმი წაიღო. ხო. ნუ იქ რამდენიმე სხვადასხვა ის არის რამის და ფაქტი ერთია, რითიც დავიწყეთ, რომ აი გავლენის სფერო რომ მისი უნდა იყოს იქ, ეს ამერიკის პრეზიდენტისთვის და ამერიკული ადმინისტრაციისთვის, ამერიკისთვის, ზოგადად რო ვთქვათ, ეს ნათელია. და ამ დროს წარმოიდგინეთ ახლა უცბად, რომ არსებობენ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის სამხრეთში ვენესუელა მაგალითად, სადაც იქ რუსული რამხელაზეა შესული რუსული ინტერესები და გავლენა, ნიკარაგუა, ვთქვათ, სადაც ეს სანდინისტების ხელისუფლება, კუბა, კი ბატონო, მაგრამ კუბასთან ხო ხედავთ, სანამ მოვიდა ტრამპი ხელისუფლებაში, მეტნაკლებად მეთქი მეტყვი. ხო, მანამდე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აი კუბასთან შეიძლება ჩვენ ურთიერთობები დავარეგულიროთ და გავანთავისუფლოთ, იქ პოლიტპატიმრები კუბა განთავისუფლებს ასე შემდეგ და ჩვენ სამაგეროდ სანქციებს შევარბილებთ და ასე სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ის უფრო ახლოა კუბა, ვიდრე მაგალითად ის რაც მოხდა გუშინ ახლო აღმოსავლეთში. ეხლა ტრამპის ჯერ კიდევ არ მოსული პრეზიდენტის რო ძალიან დიდი გავლენა იყო ამ გადაწყვეტილებაზე, რაც იქ მოხდა და ბატონი ბაიდენი რო ისე აჩვენებს უკან დგას კამალა ჰარისი და ეს რო ვერ გაურკვევია კაცია თუ ხალი სახელმწიფო მდივანი და ლაპარაკობენ რომ აი ჩვენ ამას მივახციეთ. ამ დროს ვინმეს ახსოვს, მე მახსოვს და ახსოვს ხალხს რა თქვა ტრამპმა, რომ სანამ მე ჩემი ინაუგურაცია იქნება ხამასი თუ
გონს არ მოვა ესეთი ნათქვამი იყო და პრაქტიკულად. ნუ ჩვენ მიძულებული ვიქნებით რაღაც გადაწყვეტილებები მივიღოთ და აი სანამ მოხდა ტრამპის ინაუგურაცია, მანამდე მოხდა აი ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმ პალესტინელებისთვისაც, რომელიც ცეკვავდნენ კადრებში და ნუ მაგათ გაგვიკეთეს ესეთი რამე 2008 წელს რომ გამარჯვებად გვაზეიმეს დამარცხება და ხა პალესტინელების რა გვიკვირს რა თქმა უნდა ხო და მაშინაც ცოცხალი ჯაჭვი იქიდან იღებს სათავეს ხო და ნუ ესეთი უხარიათ აქ რა თქმა უნდა იმ ტყვეების ოჯახებს და იმათ უხარიათ რომ თუნდაც პირველ ეტაპზე 42 ეს მძევალი დაბრუნდება და განთავისუფლება მათ შორის, მაგრამ იცით ბაიდენის დამსახურება ალბათ უფრო ის არის, დამსახურებას ბჭყალებში ვხმარობ, რომ 5 ქალი სამხედრო უნდა გაანთავისუფლონ პალესტინელებმა ისრაელის თვითაყვანილი და სამაგიეროდ თითო ქალში 50 პალესტინელს ათავისუფლებს ისრაელი. თან ისეთ პალესტინელებს ათავისუფლებს, რომლებიც რომელთაც მუდმივი პატიმრობა აქვთ მისჯილი მკვლელობებისთვის ისრაელის მოსახლეობის. ეს რომ არათანაზომადია ეს ნათელია, მაგრამ აქ ეს უფრო ტაქტიკური რამეა პირველ ეტაპზე რა მოხდება. აი სტრატეგიულად რომ ამბობენ რომ დამთავრდება და ეს არის პირველი ნაბიჯი ამ კონფლიქტის დასრულებისკენ. უკაცრავად, მაგრამ მე მგონია რომ ამ კონფლიქტის დასრულება ხილულ მომავალში შეუძლებელია. მე უგულისხმობ პალესტინელებსა და ებრაელებს შორის, ისრაელს შორის. იმიტომ რომ ამის ერთადერთი გზა არის ის, რომ რადიკალურმა პალესტინურმა ორგანიზაციებმა თავიანთი წესდებიდან, თავიანთი დოკუმენტებიდან ამოიღონ ისრაელის არსებობის არარსებობის უბრალოდ მოთხოვნა. სულ თავიდან იქეწეროთ ზღვაში გადავყაროთ ებრაელები. მე ცოტა შეარბილეს. აქვს თუ არა ისრაელს როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლება და ასე რომ ეს ძალიან შორი პერსპექტივის და ძალიან ისეთი რთული დასამთავრებელი კონფლიქტია. ეს ძალიან კარგია რომ შეწყდება, თქვათ ჯერ კიდევ საკითხავია როგორ შესრულდება ეს სხვათა შორის ძნელი იქნება ამის შესრულება. ცეცხლის შეწყვეტისას კი. მაგრამ ნუ ნახოთ როგორ წავა ეს პირველი ეტაპი და მე მეორე ეტაპზე როგორ გადავლენ და შემდეგ უკვე რა პირობები იქნება. ძალიან ბევრმა ეს გამოაცხადა თვითონ ისრაელში, რომ ეს პალესტინელების გამარჯვება და ისრაელის დამარცხება ნეთანიაჰუს მომხრეებმა. იმიტომ რომ ის ამბობდა რომ ჩვენ კონტროლის ქვეშ გვეყოლება გაზა, ჩვენ გავაკეთებთ იმას რომ იქ ჰამასი საერთოდ არ იყოს. ხო და ეხლა უკვე ლაპარაკი მიდის ბუფერულ ზონაზე, ჩრდილოეთში ძალიან შეზღუდულ ბუფერულ ზონაზე და ეგვიპტესთან საზღვარის გაკონტროლებაზე, დანარჩენ ტერიტორიაზე აღარ არის იქ საუბარი და არ მგონია რომ ეს დათმოს. არა მხოლოდ ნეტანიაჰუს ხელისუფლებამ, არამედ ისრაელმა, ზოგადად ისრაელმა. ნახოთ ეს როგორ ეს უბრალოდ აი ბექიარდის ამბავს მოვაყოლეთ ყველაფერი ეს გავლენის სფეროები. გავლენის სფეროები ის კი არა რომ მანდა მაინც ახლა. მაგრამ მე მინდა რომ აი ეს ჩემი უკანასო იყოს გავლენის სფერო. დამორჩა და გათანდა. აი ამიტომაც კითხე და ბატონ კოტე, ის აი რაც ითქვა, თუმცა ეს ისედაც გაშკარა იყო, რომ რაც თქვენ ბრძანეთ ეს ხო, გავლენის ტერიტორიები და ბუნებრივია ყველა სახელმწიფო რომელიც თავის თავს პატივს ცემს, მას სურს გავლენის სფეროები. ხა ჩვენსავი დავით გარეჯის სტრატეგიულ სიმაღლებს კი არ თმობს და შემდეგ საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ დიახაც სწორი იყო, იმიტომ რომ რაღაცა საბჭოთა კავშირის რომელიღაც წლის რაღაც რუკით მართლაც იყო აზერბაიჯანის მხარეს, ეს სხვა თემა. როდესაც ეს თქვა ტრამპმა, ეს გზავნილი იყო ვისთვის? ევროკავშირი პოლიტიკური გზავნილი, ევროკავშირისთვის, რუსეთისთვის,
თუ ჩვენ როგორ უნდა გავიგოთ ეს? ანუ ჩვენ ვრჩებით რუსეთის უკანაეზოდ ჩვენი სამხრეთ კავკასიანა და მას არ ექნება პრეტენზია აქეთ? აი რაღაცნაირად ხომ უნდა გავიგოთ ეს პოლიტიკური გზავნილი, არა? ვისთვისკენ იყო მიმართული და თქვენი აზრით. როგორ დიპლომატი რა თუ ესე შევხედავთ გლობალურად, გზავნილი იყო ყველასთვის, მაგრამ პირველ რიგში იყო იმ ქვეყნებისთვის და იმ სუპერ სახელმწიფოებისთვის გზავნილი. ჩინეთი, რუსეთი? რა თქმა უნდა, რომელსაც შეუძლია რაღაცნაირად შეეწინააღმდეგოს ამ გეგმებს. ტრამპის ხო ვიშეულია რომ გეგმებს შეეწინააღმდეგოს ჩვენ საქართველოს ვერ შეეწინააღმდეგა. რუსეთი რატომ უნდა შეეწინააღმდეგოს კანადის ან გრენლანდიის? აი პანამაზე კიდე შეიძლება რა. რუსეთთან ურთიერთობა არის შედარებით უფრო მე რამდენჯერმე ვთქვი სხვა ეთერებში და ვიმეორებ როგორც თანასწორ ძალასთან საუბრის საშუალება ამერიკის და პირიქით. ისინი ერთმანეთს როგორც სტოლები ისე საუბრებიან და იქ არ არის ულტიმატუმების დაყენების და ასე ვთქვათ აი მე შენ ესე უნდა მოიქცე აუცილებლად თორე თორე არ მოიქცები 100 მილიონს არ მოხდება ასეთ რაღაცები არ გამოვა. ტრამპი ყველა მისი გუნდის წევრი აი თავის განცხადებებში იწყებს იმით, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რუსების ინტერესები. აბა რამდენჯერ თქვეს ამ ბოლო დღეებში. კი ბატონო. თითქმის ყველა გამოსვლაში ეს არის სუპერ სახელმწიფო ლაპარაკობს მეორე სუპერ სახელმწიფოზე, რომ მე მისი ინტერესი უნდა გავითვალისწინო. რომელმა გადაწყვეტილებებმა და რომელ საკითხზე საუბარმა შეიძლება იქონიოს გავლენა ჩვენ უფრო ის გვაღელვებს ჩვენზე საქართველოს. რა თქმა უნდა ამერიკის ურთიერთობებმა ჩინეთთან იმ თვალსაზრისით რაც ბოლოს მიმდინარეობს ჩვენ და ჩინეთს შორის. სტრატეგიული ასე არეალოლიავება ჩინეთს როგორც რუსეთს ტრამპი ხო მე მგონი. იცით რა ესეც ისეთი სიტყვაა ელოლიავება დიპლომატია და პოლიტიკა ისეთი რამეა რომ აი ჩინეთთან ურთიერთობაზე აუცილებლად ცნობილია ხო რომ ამერიკა წინააღმდეგია ერთი სარტყელი ერთი გზის ასე ყოველ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია წინააღმდეგია ყოველ შემთხვევაში ესე იგი ცოტა დიპლომატიურად რომ ვთქვათ მანდამაინც მოხარული არ არის ამ მიმართულებით განვითარების. ამ დროს ჩვენთან ანაკლი სპორტის შენებლობა და აი შუა დერეფანი და ჩინეთთან წამოსული ტვირთები და ის არის სტრატეგიული მნიშვნელობის და ჩვენი როლის ჩვენი მხრიდან ჩვენი როლის მნიშვნელობა აი ამ კორიდორში შუა დერეფანში არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკონომიკური და მათ შორის უსაფრთხოების. ამიტომ ეს საკითხი ჩინეთთან ამერიკის ურთიერთობა რომ ასე ვთქვათ ცუდი სიტყვა, მაგრამ რიკოშეტით რაღაცნაირად ჩვენზეც იქონებს გავლენას და ამ საკითხზე თქვათ ჩვენ და ჩინეთის ურთიერთობის განვითარებაზე და თქვათ რადონემდე როგორც უყართ ხოლმე ცოტა უხეშად ლაპარაკი აი რადონემდე მოგთხოვენ ჩვენ ამერიკელები რომ შეწყვეტეთ აი ჩინეთთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩვენ ასე არ გვაწყობს ძალიან ბევრი ასე ლაპარაკობს. ამ დროს ასე არ ხდება. ხდება სხვანაირად თუ პატივს გსმენ თუ გთვლიან დამოუკიდებელ ქვეყნად რომელსაც თავის ინტერესები აქვს მე რომ პატარა ხარ. ამიტომ შენი ინტერესებიც უნდა გაითვალისწინონ თუ გინდა რომ ამერიკის ინტერესები იყოს გათვალისწინებული სამხრეთ კავკასიაში და ცოტა უფრო ფართე რეგიონშიც. სადაც გინდა თუ არ უნდა ცხოვრობს ჩვენ ცენტრალური ქვეყანა ვართ. ამიტომ თუ აქ ინტერესი გაქვს პატარა საქართველოს ინტერესს უნდა გაითვალისწინო და ისე უნდა გააკეთო რომ ჩინეთთან შენი ურთიერთობების ასე ვთქვათ საკითხებმა საღმოსვლამ თუ დააზიანოს საქართველოს და არ შელახოს საქართველოს ინტერესები. იგივე არის ირანთან ურთიერთობა. ირანი იმდენად არის ჩვენი მეზობელი და იმდენად დიდხანს გვაქვს სპეციფიური ურთიერთობები ირანთან მე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ვსაუბრობ და ამერიკელები ამაზე მეტნაკლებად რბილად რეაგირებდნენ. ახალ ადმინისტრაციასაც ალბათ ახალმა ადმინისტრაციამაც უნდა გაითვალისწინოს ეს საქართველოს ურთიერთობა. ახლა ძალიან ბევრი საუბარი იყო ბოლო დღეებში გუშინ წინ უფრო გუშინ
როდესაც ხელი მოეწერა სომხეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ბლინკენის განცხადებები და ასე შემდეგ, ეხლა თუ იქვე დაიწერა და ერთხელ ითქვა, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ სომხეთის ურთიერთობებს ირანთან საერთო-სასწაულია, კი ბატონო. ჩვენთან შედარებით, ჩვენ ურთიერთობებთან შედარებით, იმას თუ უწევ ანგარიშს და უმჭიდროესი და უთბილესი და სტრატეგიულ ხელშეკრულებას აფორმებ, მაინც საქართველოს რა დააშავა. ჩვენი ურთიერთობები რატო არ უნდა იყოს გათვალისწინებული და ჩვენი ინტერესები ირანთან. გინდათ გნებავთ ეკონომიკური და გნებავთ ისტორიული, გნებავთ ჩვენი ფერენელი ქართული რამდენიმე შემადგენელი ნაწილია, ხო? იქ ჩვენი ურთიერთობების. ეგესაც გათვალისწინებს, ეგ ჩინეთი, ირანი რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სულ პირველი, რომელიც ბოლოსკენ მოვიტოვე, რუსეთ-უკრაინის ომი და ამის დასრულების შედეგად მიმდებარე რეგიონებზე ამ დასრულებული ომის შედეგები. მიმდებარე რეგიონი ვართ ჩვენც და მიმდებარე ქვეყანა ვართ, რომელზეც არა მხოლოდ ყოფილი საბჭოეთის თვალსაზრისით, რომელიც ძალიან დიდი ხანი ვცდილობდით მე ვგულისხმობ დიპლომატიურ სამსახურს ეს იარლიყი მოგვეშორებია ეს პოსტსაბჭოთა ესე როგორც იქნა მე მგონი მოვიშორეთ და ძალიან იშვიათად ხმარობენ ახლა კი ხმარობენ ისედაც ზოგიერთები მაინც ამ პოსტსაბჭოთას ვერ გადაეჩვენ მაგრამ მე მგონი რაც უფრო ძლიერდება ჩვენი სუვერენიტეტი და რაც უფრო ძლიერდება საქართველოს მიმართ დამოუკიდებულება როგორც რეალურად სუვერენელი დამოუკიდებელი თავმოყარე, პატივმოყარე კი არა, თავმოყარე ძლიერდება? კი, ძლიერდება. იმასთან შედარებით რაც იყო, რომ გადავხედოთ ამ 30 წელზე მეტ პერიოდს, 33 წელი მიმუშავე საქმეთა სამინისტროში პირველი დღიდან ჩვენ დამოუკიდებლად იმას თუ შევადარებთ, როგორ დაიწყო, სად ვიყავით და ეხლა სადა ვართ, რა თქმა უნდა ძლიერდება. და აშკარად ძლიერდება. ამას ვერავინ ვერ უარყოფს. ხო და რა თქმა უნდა ეს გასათვალისწინებელია. და რომელი რა ქვია ადმინისტრაცია და რომელი პრეზიდენტი როგორ გაითვალისწინებს, ეს უკვე დამოუკიდებულია ზუსტად იმ ცვლილებებზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს სოფლიოში და გლობალურად და რომელსაც გავლენა აქვს ისეთ ქვეყნებზე და ისეთ რეგიონებზე, რომელშიც საქართველოს მდებარეობს და ისეთ ქვეყნებზე, როგორც საქართველოს. აი ეს სამი მაგალითად, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს გავლენას ჩვენზე. ეს რუსეთ-უკრაინის ომი, ჩინეთთან, ირანთან დამოუკიდებულება, ხო? იქ რუსეთ-უკრაინის ომთან ერთად თვითონ რუსეთთან დამოუკიდებულება და რუსეთის ინტერესები, იმიტომ რომ ვინმეს თუ გონიათ, რომ რუსეთი ვარს იტყვის თავის გავლენაზე ჩვენ რეგიონზე, მე გულისხმობ სამხრეთ კავკასიას. მე მგონია ეს ძალიან გულუბრყვილო მიდგომა. არანაირად არ იტყვის. იმიტომ რომ უწერია უსაფრთხოების კონცეფციაში, რომ ეს ჩვენი რეგიონი არის ისეთი რეგიონი, სადაც რომელიც უნდა მიყოფებოდეს მისი გავლენის სფეროში. და ბატონო კოტე, არა მხოლოდ ამერიკისთვის არის უხერხული და დისკომფორტული, ანუ ჩინეთის აი შუადერეფნის კონცეფცია და პოლიტიკა, არამედ რუსეთისთვისაც. მესაც ცუდად მაქვს ხოლმე დასწრილი საქართველოს ისტორიის, საქართველოს პოლიტიკურ ბეძზე მოქმედების თვალსაზრისით, ამერიკისა და რუსეთის ინტერესები რაღაც საკითხში ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ეს საკითხი გადაწყდეს ჩვენზე, როგორც დაბალღობაზე გადაწყდეს, თუ მაინც ჩინეთზეა დამოკიდებული, როგორ დაალაგებს რუსეთთან და შტატებთან? არა, საქმე რაშია, იცით, რომ ამ უკრაინის ომმა და დერეფნის ჩრდილოეთი ნაწილის ჩაკეტვა მე გულისხმობ ჩინეთიდან, ყაზახეთის და რუსეთის გავლენა და უკრაინის და მერე ევროპის. ეს როდის გაიხსნება? არავინ არ იცი, ეხლა ყოველ შემთხვევაში ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია. იმიტომ რომ ეს ჯერ თვითონ ეს ომი როგორ რაპიროებზე შეწყდება, იქ ამის თამდევი ეკონომიკური და სხვა სამხედრო უსაფრთხოების და სხვა შედეგები როგორი იქნება, ეს დერეფანი რომ ეხლა უცბად ვერ გაიხსნება და ვერ აღდგება, ეს ფაქტია. ის რომ ევროპისკენ მიმავალი ეს შუა დერეფანი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და თუ მოგვარდა კიდე სამხრეთის დერეფანი, რომელიც ჩინეთი, ირანი, ინდოეთი და მეორე
ბრიქსის ის რამდენ ხანში და აი ბოლო ძალიან საინტერესო განცხადებები იყო მაგალითად ირანის პრეზიდენტის აი ბოლო ინტერვიუ როდესაც განაცხადა მან პირდაპირ რომ არა ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა რომელიც ამერიკასთან კონფრონტაციას და იმისთვის ვართ მოწოდებული ჩვენ მზათა ვართ ვილაპარაკოთ ყველა საკითხზე მათ შორის ბირთვული ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხზე ქმნის თუ არა ირანი ბირთვული არახს და რამდენად მზად არის თქვათ ურანი რამდენ პროცენტითაა გამდიდრებული რომ რამდენად ახლოს არის ხო რამდენად და ასე შემდეგ ნუ ეს ცნობილი საკითხები კი ბატონო გავაგრძელოთ ჩვენ არა ვართ ამერიკის მოკლედ ეს ახალი პრეზიდენტი რომ უფრო ლიბერალურია ასე რომ თქვათ ვიდრე იმ true liberalism არ გულისხმობ რომ ირანულ ლიბერალიზმს გულისხმობ ვიდრე წინა პრეზიდენტი და ნუ ეს ამ ინტერვიუშიც გამოჩნდა ესე იგი იქაც კარები ღია აქვთ ამერიკელებთან სასაუბროთ და ეს დამოკიდებულება იქნება ირან-ისრაელის ურთიერთობების ჭრილშიც როგორ დაელაპარაკებენ ამერიკელები ირანს ასე რომ აი ხო ხედავთ რამდენი განშტოება რამდენ საკითხზე ვისაუბრეთ რომელსაც შეიძლება კონდეს გავლენა ჩვენზე საქართველოს გრენლანდიის საკითხს რომ ვერ ექნება ეს ფაქტია და კანადის მაგრამ გრენლანდიის საკითხი უკავშირდება ამ საკითხებს თეორიულად შეიძლება დაუკავშიროთ როგორც გლობალური ცვლილებების საკითხს როცა აი ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევების პრინციპი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ ხო ამ განცხადებით ამ დროს მეორე მხარეს აგერ გამოდის 13 თუ 17%-იანი შოლცი და არჩევნების წინ და იმეორებს რომ როგორ ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ურღვეობა ძირითადი საკითხია და ეს ამის ეჭქვეს დაყენების უფლება არავის არ აქვს. ეხლა როგორ იქ რა მოხდება გერმანიაში ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ ხო ხედავთ ყოფილი კომისარი კავშირის იძახის რომ აი რაც უნგრეთში გავაკეთებთ, გუშინ განაცხადა იგივეს გავაკეთებთ გერმანიაში. არ მივცემთ საშუალებას მემარჯვენეებს რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში გერმანიაში. დემოკრატიის დარღვევა არაფერი არ არის. დემოკრატიის ნასახიც არ არის აქ. ხო, მაგას ამ დარღვევა არაფერი არ არის. რუსები ამბობენ ხოლმე სუნიც კი არის მის დემოკრატიის აი ამ განცხადებაში. ესე იგი ჩვენ გვინდა, აი როგორც ჩვენ გვინდა პრაქტიკულად. აი რაზეც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს, რაზეც ტრამპის გუნდის წევრები საუბრობენ. არის ძალები და არის ხალხი, რომლებიც აცხადებენ, რომ აი არჩევნები ისე უნდა დასრულდეს, როგორც ჩვენ გვინდა იმ შედეგით. თუ ისე არ დასრულდა, როგორც ჩვენ გვინდა იმ შედეგით, ჩვენ ამას არ მივიღებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეიცვალოს. აი რუმინეთში ხო შეძლეს. კი, რუმინეთში შეძლეს. უნგრეთში ვერ შეძლეს. რუმინეთში შეძლეს, უნგრეთში დიდი ხანია ცდილობენ და ვერ შეძლეს. ნუ ამ ხრივ რუმინეთი უფრო მოწყვლადი აღმოჩნდა. იმიტომ რომ იქ ზოგი უკავშირებს ამას ნატოს უზარმაზარი სამხედრო ბაზის ყოფნას და ამ ბაზის პერსპექტივაში გამოყენების საკითხებს. ვის წინააღმდეგ უნდა გამოიყენოს ნატომ? წინააღმდეგ არა, ჩვენ წინააღმდეგ ნაღდათ არა. კი, ისეთ, კი ბატონო. ხო და ამიტომ ეს ყველაფერი საკითხები მოსაგვარებელია და ეს ყველაფერი საკითხები რომ მოსაგვარებელია ამ დროს თქვენ ახლა თქვით ცოტა ისეთი უკაცრავად გამოთქმა უხეში კი არ უნდა იხტუნაო და იკუნტრუშო გაგან პეტროსთან როგორც ბატონო ასე გავს ამ დროს ცოტა ჭკვიანური პოლიტიკა გმართებს ცოტა მეტი ტვინი უნდა დააყოლა და ცოტა ხანი მოიცადო აი სტრატეგიული მოთმინება რასაც ქვია ეს ამ დროს გმართებს ყველაზე უფრო როდესაც ორი თუ გნებავთ სამი დიდი წამყვანი ძალა რაღაც მისი ინტერესები ერთმანეთთან მოდი ესე ვთქვათ კი არ ეჯახება წინააღმდეგობაში მოდის გარკვეულად და დასალაგებელია ცოტა ხანი წყარად უნდა იყო და შეხედო როგორ ლაგდება ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით თუ რა გავლენა შეიძლება ამან იქონიოს რაც ახლა ჩვენ საუბრობდით შენზე ანუ საქართველოს
სხვა გამოსავალი არ არის ჭკვიანური დიპლომატია და პოლიტიკა ამ დროს ამას ქვია. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. შეიძლება სხვა სხვისი აზრი აქვს, რომ აუ უნდა წამოვარდე და იძახო რომ აი ამას გიზამთ, იმას გიზამთ და ჩემი ინტერესები და აკაკუნო ხელი. მაგიდაზე არ გამოვა ეს. ამის გამოცდილებაც გვაქვს სხვათა შორის. საკმაოდ ბოლო გამოცდილებაც გვაქვს, საკმაოდ ახლოს. განცხადებების და იმის რა ქვია მუშტის კაკუნის მაგიდაზე რომელიც რა მოიტანა მე მგონი ვერაფერი კარგი ჩვენთვის. ამიტომ აი ესეთ სიტუაციაა და ამასინათ კიდევ აი თქვი და ვიმეორებ ორი მოვლენა დარჩა იმ ოთხიდან რომლის შესახებ დიდი ხანია საუბრობდით სულ ყველა პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლება. ეს არის ამერიკის ჯერ არჩევნები იყო ხა ინაუგურაცია დარჩა 20-ში და როგორ დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი. აი სანამ ეს არ მოხდება მანამდე რადიკალური განცხადებები მიზანშეუწონელია აბსოლუტურად. იმიტომ რომ იმას რა მოყვება აი რა პირობებით დათანხმდებიან მაგრამ რა პირობებით დათანხმდებიან რუსები პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტაზე. ეხლა მე ასე მგონია რომ მithქვია და გავიმეორებ რომ ყირიმზე ლაპარაკი არ არის ზედმეტია რომ ეს ყირიმის საკითხი როდესღაც ნატოში უკრაინის ყოფნა ლაპარაკი არ არის ეს ორი ისეთი წითელი ხაზია რომელსაც რუსეთი არ გადაკვეთს მე ასე მგონია რამდენი წელიც არ უნდა დაუყენონ რომ აი 20 წელი 25 წელი უკრაინა ვერ შევა ნატოში მაგრამ მე შეიძლება არა მოიტყვის მე ასე მგონია ნეიტრალური უკრაინა ეს იქნება რუსეთის მოთხოვნა. დიდხანია ამას ამბობს და ამას გააგრძელებს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს ძალიან წითელი ხაზია რუსებისთვის. ამაზე დათანხმდებიან ამერიკელები, არ დათანხმდებიან იქ რა პირობები იქნება. სანაცვლოდ რაც მოითხოვენ. უკრაინა ითხოვს გარანტიებს უსაფრთხოების. ეხლანდელ სიტუაციაში უკრაინის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა ჩემი აზრით აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამეა. ვინ უნდა მიცეს ეს გარანტიები და რა პირობით? რომ ნატო ჩაებმევა ომში თუ რუსეთმა დაიწყო ისევ ახლიდან? არ ჩაებმევა არასოდეს ნატო რუსეთთან ომში. მე ასე მგონია. არ შეუძლებელია მოხდეს ის რამე რომ ნატომ დაიწყოს ომი რუსეთთან. და ნატოს რომ ამბობ, უნდა გავიხსენოთ კონსენსუსი. ხო, რა თქმა უნდა. ნატოში ყველა ქვეყანა უნდა იყოს თანახმა რუსეთთან იომოს. მაგალითად თეორიულად წარმოვიდგინოთ რომ თურქეთი, უნგრეთი ნატოს მოუნდა რუსეთთან ომი. ყველა უნდა მიცეს თანხმობა რომ კი ბატონო ჩვენ მზათა ვართ რომ ვიომოთ რუსეთთან. და თქვენ გონიათ ახლა ყველაზე უფრო მუშს რო იქნევენ და საფრანგეთი გერმანია. არა, მე ბალტის ქვეყნებზე ვლაპარაკობ და იმაზე ეგენი თქვია რომ კი ჩვენ მზათა ვართ რუსეთთან ვიომოთ. ხო პირველი საჭმელები უკაცრავად ამ შარგონზე ჩვენ რამენაირად ეგენი და პოლონეთი პირველი შესაჭმელები რუსების ასე ვთქვათ ეგენი იქნებიან ხო თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ რომ ომი გაჩაღდა ნატოსა და რუსეთს შორის ხო და ეს ყველაფერი მე ისევ ჩვენ გასათვალისწინებელია იქ რა პირობებით მოხდება ეს ხო? ფაქტობრივად იქ რა პირობებიც იქნება ეს ავტომატურად ახლა ეს მე ძალიან თეორიული მსჯელობა ის პირობები გავრცელდება სამხრეთ კავკასიაზეც ალბათ სავარაუდოდ. ხო, გავლენა ექნება აშკარად გავრცელდება არა, მაგრამ გავლენა ექნება. ნამდვილად ექნება, გავლენა ექნება როგორც ნეგატიური მიმართულებით, ანუ აი ცუდი პირობები ასე ვთქვათ, ბჭყალებში რო ვთქვათ. მიუღებელი პირობები ერთი მხარისთვის ძალიან და ვთქვათ ძალით მეორე მხარის მიერ რაღაცა ზეწოლით დათანხმება იმის. ეხლა ყველას ავიწყდება ხოლმე, ყველა მისის და ყველას ავიწყდება, რომ შეერაღებული კონფლიქტის დროს მომგებიან, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის საკითხი დადგება და მერე უკვე მოლაპარაკება სამშვიდობო, მომგებიან პოზიციაში არის ის, ვინც უფრო მომგებიან პოზიციაში დაამთავრა. რა თქმა უნდა, სამხედრო იმ მომენტში, ვისაც მეტი ტერიტორია აქვს ჩაგდებული ხელში, ვისაც უფრო სამხედრო თვალსაჩინით უპირატესობა აქვს და ვინც მზად არის თუ არ მოხდება ასე ვთქვათ ისე რომ გააგრძელოს ომი რა
ესე სულ მახსენდება ხოლმე საბჭოთა კავშირის დროს იყო თუ შეიძლება ერთი ანეკდოტი უნდა მოვყვე საბჭოთა პერიოდის ცნობილი ანეკდოტი სტალინი და ბერია თამაშობენ ბილიარდს და ეს ოპერაციაა ბერლინის აღების ურეკავს ერთი მარშალი და ეუბნება რომ სტალინმა პირობა დასვა რომ 1 მაისს უნდა აღებული იყოს ბერლინი იმიტომ რომ 1 მაისის აღლუმი უნდა გამომართო უკვე აღებული ბერლინის პირობებში კაპიტულაციის პირობებში გერმანია არა ვერ შევძლებთ იმიტომ რომ დიდი მსხვერპლი იქნება ძალიან გერმანელები გვიწევენ წინააღმდეგობას ამან უთხრა რომ ბერლინი უნდა აიღოთ 1 მაისის დაუკიდა მე მეორე მარშალმა დაურეკა ვასილევსკიმთან ვიღაცა რაკასოვსკიმ ნუ აი ესე ძალიან დიდი მსხვერპლი იქნება ამასაც იგივე უთხრა და ბოლოს ჟუკოვმა დაურეკა რომ ნუ არ შეუძლებელია იმ ხელა მსხვერპლი იქნება რომ ვერ ავიღებთ ამასაც იგივე უთხრა და მე ბერიას ეუბნება გესმის რომ ლავრენტიო ამგენს გონიათ რომ იმ სურილებმა ნიკოლოზმა ეს რუსები თulit ჩამაბარეს ხო ცოტა ცინიკური ანეკდოტია მაგრამ ნუ არ იყო მსხვერპლი იმ სტალინისთვის არაფერს არ წარმოადგენდა რამდენი გინდა ჯარისკაცი შეგეძროთ შეგეკლა ასე თქვა ძალიან ცუდი სიტყვა დაღუპულიყო იმ ოპერაციაში მაგრამ იქ უნდა ეს შესრულებულიყო რას თქვა ზუსტად ესეა პუტინი რამდენ საჭიროა იმდენ ჯარისკაცს გაიღებს დაუფიქრებლად იმდენ მსხვერპლს იმისთვის ოღონდ რომ აი თავის ნათქვამი შეასრულოს და რუსეთის ინტერესები ისე დაიცვას როგორც თვითონ წარმოუდგენია აი ეს არის რეალობა და ეხლა კი ბატონო შეიძლება თავი მოვიგიჟონ და ვიკონტროლოთ მე გავიმეორე არ გამოვა ეგრე ბატონო ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს მე გემშვიდობებით ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის